Alhamdulillah, as-salatu was-salamu ala rasulillah. მოგესალმებით ყველას. ალლაჰის რაჰმეთი, მისი მფარველობა, მისი ბარაკა არ მოხლებოდეთ. დღეს ინშალლაჰ ყურანის აეთებით, შუამალ ალაიჰისალათუ ვასალამის ჰადისებით უნდა ვისაუბროთ ბოროტების სიკეთით მოგერიებას. ისლამის ზნეობა, რომელიც მტერს მეგობრად გადააქცევს. ისლამი მხოლოდ იბადეთის, ლოცვის, მარხვის დინი არ არის. ის ასევე გვასწავლის, როგორ მოვექცეთ ადამიანებს, ჩვენს ირგვლივ მყოფებს როგორ უნდა მოვექცნეთ. როგორ დავასრულოთ ერთმანეთში გაუგებრობა, ჩხუბი, გაბუტება, მტრობა და ეს მტრობა შევცვალოთ მეგობრობით. ანუ ისლამი ჩვენ გვასწავლის მტერი როგორ ვაქციოთ მეგობრად. წმინდა ყურანი მორწმუნეებს ასწავლის, რომ ბოროტება ისევ ბოროტებით კი არ მოიგერიონ, ბოროტებას ისევ ბოროტებით კი არ უპასუხონ, არამედ სიკეთით. ამის შესახებ სურა ფუსილათის 34 აიათში კითხულობთ, რომ ველა თესტევილ ჰასანატუ ველა საიიათ. უკეთურება, ბოროტება და სიკეთე ერთნაირი არ არის, ერთმანეთის თანასწორი არ არის. იდფა ბილლეთი ჰია აჰსან. ყოველთვის შენს მიმართ მომართული ეს უკეთურება, ბოროტება, ყოველთვის მოიგერიე ყველაზე ლამაზი საუკეთესო ფორმა რაც არის იმით. فإذا الذي بينك وبينه عداوة كأنه ولي حميم. როდესაც შენ ასე მოიქცევი ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა ბრძანებს, შენსა და მას შორის მანამდე რომ მტრობა იყო, ერთს ნახავ რომ ის ადამიანი შენს მეგობრად გადაქცეულ. ძალიან ახლო გულითად მეგობრად გადაქცეულ. აი ეს არის ისლამი. აი ეს არის ისლამის მეგობრობა. აი ამას გვასწავლის ყურანი. უზენაესი ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა ისევ მომდევნო აიათში ბრძანებს, რომ وما يلقاها إلا الذين صبروا. ამას მიაღწევენ მხოლოდ ისინი, რომლებმაც მოთმინება გამოიჩინეს. ბოროტებას რომ სიკეთით უპასუხო, ამისთვის პირველ რიგში მოთმინების უნარია საჭირო. თუ არ მოითმინე, მოთმინება თუ არ გაქვს, ვერც ამას ვერ მოახერხებ. მაშინ შენც მისნაირი გახდები, შეიძლება უფრო მასზე უფრო ვარესი გახდე, იმიტომ რომ მან ერთი კითხრა, შენ რით ნაკლები ხარ, რით ჩამორჩები მას, ორჯერ და სამჯერ მეტი უნდა გაუსწორდე. ამიტომ აეთში ხაზს უსვამს, რომ ამას მხოლოდ ის ხალხი მოაფერებს, ვინც მომთმენია, ამიტომ ჩვენი სული, ჩვენი ნაფსი ჯერ პირველ რიგში მოთმინებაზე უნდა ვავარჯიშოთ. საბრის უნარი უნდა გამოვიმუშაოთ. وما يلقاها إلا ذو حظ عظيم. და მხოლოდ ამას ისინი შეესწრებენ, ვისაც სიკეთეში დიდი წვლილი აქვს. ანუ ცხოვრების სხვა ეტაპშიც, სხვა მომენტებშიც ეს ადამიანი თუ კეთილი არ არის, ამ ადამიანს გულით თუ არ უყვარს სიკეთე, უანგარო სიკეთეზეა საუბარი. თორემ თუ ამის სიკეთის სანაცვლოდ რაღაც სარგებლის მოლოდინი აქვს ადამიანს, ასეთი კეთილი ყველაა. უანგაროდ სიკეთის კეთება თუ არ უყვარს ადამიანს და მისი ცხოვრება ამაზე თუ არ არის მიჩვეული, იმ მხოლოდ ერთ მომენტში ამას ვერც მოიფიქრებს, ვერც მოაფერებს. სწორედ ამას გულისხმობს, რომ ვისაც დიდი ღვაწლი აქვს ამ საქმეში სიკეთეში, მხოლოდ ისინი მოახერხებენ ამას. ამიტომ უნდა ვიყოთ მომთმენები და უნდა ვიყოთ სიკეთის მთესველები. იმ სიკეთისა, რომლის სანაცვლოდაც ალლაჰის გარდა სხვა არავისგან გვაქვს მოლოდინი. სხვა არანაირი სიკეთის ანაზღაურების მოლოდინი ჩვენ რომ არ გვექნება. ამ საქმეში კეთილ სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კეთილად რომ დაელაპარაკები ირგვლივ მყოფებს. შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ბრძანებს ერთ-ერთ ჰადისში, რომ კეთილი სიტყვა სადაყა არის.
ანუ შენ რომ კეთილად დაელაპარაკები სხვას, ჩათვალე რომ მოწყალება გაიღე. შეიძლება ფულით გაცემულ მოწყალებაზე უფრო ძვირფასი აღმოჩნდეს ზოგიერთ შემთხვევაში, ზოგიერთ მომენტში, რადგანაც არსებობს ისეთი მომენტები, როდესაც ყველი და კეთილი სიტყვა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ფული რომ მისცე იმ ადამიანს. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს სურა ისრას 43 აიათში რომ وَقُلْ لِلْعِبَادِ يَقُولُوا الَّتِي هِيَ أَحْسَنُ ჩემს მსახურებს უთხარი რომ ისეთი ილაპარაკონ, ისეთი სიტყვები წარმოთქვან, რომელიც ყველაზე კარგი და ძვირფასია, რომელიც ყველაზე საუკეთესოა. ასევე ბრძანებს هَلْ جَزَاءُ الْإِحْسَانِ إِلَّا الْإِحْسَانُ განა სიკეთის საზღაური სხვა რამე იქნება თუ არა სიკეთეო? ანუ კეთილის მქმნელი, ვინც ამ დუნიას სიკეთის მქმნელია, ის აუცილებლად იმ დუნიას რას მიიღებს? სიკეთეს, სხვა მეც რას მიიღებს. რადგანაც ალლაჰი ბრძანებს რომ სიკეთის საზღაური მხოლოდ სიკეთეა და სხვა არაფერი. ანუ საზღაური, ამ ქვეყნიურ საზღაურზე არ არის საუბარი, იმ ქვეყნად სიკეთე. ამ ქვეყნად სიკეთის მქმნელები იმ ქვეყნად რას შეხვდებიან? იქაც სიკეთეს შეხვდებიან. რამდენად კარგები იქნებიან, იმდენად მეც სიკეთეს შეხვდებიან იქ. და კიდევ სხვა აიათში, სურა ნაჰლის 125 აიათში კითხულობთ რომ უდ'უ ილა საბილი რაბბიკა ბილ ჰიკმეთი ვალ მავ'იზაtil ჰასანა. შენი გამჩენის, შენი ღმერთის გზისკენ მოუწოდე სიბრძნითა და კარგი კეთილი შეგონებით. ანუ როდესაც ჩვენ ვასწავლით ხალხს, მოუწოდებთ და ვუხსნით ჩვენი გამჩენის გზას, განა შეიძლება ის უხეშად, ცუდად, დაკიცხვით, დატუქცვით აუხსნათ? არა. ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა ბრძანებს რომ ჩვენ აუხსენი მათ სიბრძნით და კეთილი მოწოდებით. როგორი იყო ამ შემთხვევაში შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ? რას ბრძანებს ამის შესახებ და რას გვასწავლის? შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ბრძანებს რომ ელ მუსლიმუ მენ სელიმ ელ მუსლიმუნა მინ ლისანიჰი ვა იადიჰი. მუსლიმი არის ის ადამიანი, რომლისგანაც სხვა მუსლიმები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, მისი ხელისგანაც და ენისგანაც. არც ხელისგან მიადგება მას ზარალი, არც მისი ენისგან. ის ადამიანია მუსლიმი, რომელთა მიმართებაში ხალხი დარწმუნებულია, რომ ამისგან არც ხელისგან, არც ენისგან ზარალი არ მოგვადგება. თუ მან ვერ შეძლო მის ირგვლივ მყოფები ამაში დაარწმუნოს, ესე იგი მის მუსლიმანობას რაღაც აკლია. ასეთი ჰადისები, ასეთი შინაარსის ჰადისები, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ მთლიანად ისლამიდან გასულია. ასეთი ჰადისების შინაარსი არის, რომ სრულყოფილი უნაკლო მუსლიმი არის ის, ვისგანაც ხალხი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. და თუ ვინმე მის მიმართ შიშობს, ვინმე მისგან საფრთხეს მოელის, ესე იგი მის მუსლიმანობას ნაკლიობს. კიდევ ერთ ჰადისში ბრძანებს რომ ლეისა შადიდუ ბისურაათი, ის არ არის ძლიერი, ვინც ჭიდაობაში მეტოქეს ძლია და ბეჭებზე დასვა. ის არ არის ძლიერი. ინნამა შადიდუ ლაზი یملكُ نفسه عند الغضب. უეჭველად ძლიერი არის ის ადამიანი, რომელმაც ბრაზმორეულობისას საკუთარი თავი ხელში აიყვანა. მოთმინება, საბრი. როდესაც საკუთარი თავი ხელში აიყვანა და არ შეეცადა სამაგიეროს გადახდას. აი ეს არის ძლიერი. თორემ ხარივით დაეჭედები, წაქცევ კაცსა, ეს არ არის ძლიერი შუამალა ისეთ სლემძანს. არამედ ძლიერი არის საკუთარი თავის მოთოკვაში, ნერვების მოთოკვაში. ჰადისი გადმოცემულია ბუხარისა და მუსლიმის საჰიჰ ჰადისთა კრებულებში. და კიდევ ერთ ჰადისში ბრძანებს, რომელსაც იმამი მუსლიმი გადმოგცემს,
ინნალლაჰა რაფიყუნ იუჰიბურ რიფყა. უეჭველად ალლაჰი არის მობიერი და მას უყვარს მობიერება. ანუ ჩვენ ირგვლივ მყოფების მიმართ მობიერები უნდა ვიყოთ, უხეშები კი არა. შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემ როდესაც წავიდა ტაიფში, ტაიფი მექკას მახლობლად ერთ-ერთი ქალაქია. ტაიფში რომ წავიდა, იქ ხალხს ისლამზე მოუწოდა. უთხრა რომ მიატოვეთ ეს კერპები, ეს სრულწმენები და ერთადერთი ალლაჰის მორჩილები, იმის მოთაყვანები იყავით. ამ ხალხმა არ მიიღო, რა თქმა უნდა, ისე ადვილი არ არის წინაპრებისგან, მამაპაპისგან დანახული დინის სარწმუნოების მიტოვება, თუნდაც რომ არასწორი იყოს. არ არის ისე ადვილი. ამ ხალხმა წინააღმდეგობა გაუწია და ქვებით, ჯოხებით მოიგერიეს და გამოდენეს. ძლივს გამოასწრა. სხეულის რამდენიმე ადგილიდან სისხლის დიოდა. სირბილში დაღლილი ქვებით დაშავებული რომ დააღწია თავს სამშვიდობოს გამოვიდა ერთი ხის ძირა სადმე ჭდილში დაჯდა და ისვენებს. დაღონებული, გულდაწყვეტილი, თანაც დაღლილი, ნაცემი გამოდენილი. ამ ცხელ გულზე ჯებრაილ ალეისსალამი დაეშვება და ეტყვის რომ ალლაჰმა სუბჰანაჰუ ვა თაალამ შემოგითვალა რომ თუ შენი ნება იქნება ამ ორ მთას ერთმანეთს შევახეთქებ და ამ ქალაქის პირს ყველას გავანადგურებ. შუამავალი ალეისსალამის პასუხი იყო რომ არა, ბელქი მომავალში ამათი შთამომავლობიდან ესენი არა, მაგრამ ამათი შთამომავლობიდან ისეთი თაობა მოვა, რომლებიც ერთი ალლაჰის მოთაყვანე იქნებიან. სწორ გზას დაადგებიან. ამიტომ მომავალში თუ ვინმე ამ ხალხიდან, ამათი შთამომავლობიდან ასეთი გამოვა, ამის იმედით, ამის მოლოდინით მე ამ ჩემს დამცირებაზე უარს ვიტყვი, მოვითმენ ოღონდ ეს ხალხი არ განადგურდეს და მათი შთამომავლობიდან მაინც, მათიდან თუ არა, მათი შთამომავლობიდან მაინც ერთი ღმერთის მოთაყვანე ვინმე გამოჩნდეს და გამოვიდეს. კიდევ ერთი მაგალითი, რომ შუამავალ ალეისალატუ ვასალამმა პირველად ისლამის ქადაგება რომ დაიწყო, ის მექკადან გააძევეს. უფრო სწორად, მექკაში იმდენად ავიწროებდნენ, იმდენად ცუდ პირობებში ამყოფებოდნენ, რომ იძულებული გახდნენ შუამავალიც და მისი მიმდევარი მუსლიმებიც გაქცეულიყვნენ მექკიდან. მედინაში გადავიდნენ. მედინაში წარმოასვენეს და ორჯერ, სამჯერ თავს დიესხნენ. ხან უჰუდში, ხან ბედირში, ხან ჰენდექში და იქაც მუსლიმების შევიწროებას, აუხრებას ცდილობდნენ. ამის შემდეგ შუამავალმა ალეიჰისალატუ ვასალამმა, როდესაც უკვე შემოიკრიბა მორწმუნეები, მუსლიმთა რიცხვმა და ძალა მიმატა, ადგნენ და ჩავიდნენ 10,000 კაციანი ჯარით და მექკა დაიკავეს. მექკა დაიკავეს, იქ მექკას ხალხს ყველამ ხომ იცოდა მას თითო ყველა მათგანს რა დანაშაული ჰქონდა ჩადენილი მუსლიმების წინაშე, შუამავლის წინაშე, ყველას ეშინოდა, გული უსყდებოდა რომ მუსლიმებმა გვაჯობეს, დღეს უკვე ისინი ძლიერები არიან და ნეტავ რას გვიზამ. ნეტავ როგორ გადაგვიხდიან სამაგიეროს, როგორ გაგვისწორდებიან. მაგრამ შუამავალმა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ უთხრა რომ დღეს თქვენზე გაკიცხვა არ არსებობს. რაფერს იუსუფ ალეიჰისალამმა თავის ძმებს აპატია, ისე გპატიობ მე თქვენ ყველას. ხელშეუხებელი ხართ ყველანი. ამან ძალიან გააკვირვა. საერთოდ რომ გულში არ გოუვლიდნენ მექკელებს, ვერ წარმოიდგენდნენ ისეთი კეთილშობილება დააფიქსირა შუამავალმა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ, რამაც ბევრის გული მოალმა, ბევრის გული შემოატრიალა. ასევე გავიხსენოთ ომარ ბინ ხატაბის მაგალითი,
რადიალლაჰუ ან ის შუამავალ ალეისალათუ ვესალამის მოსაკლავად წავიდა. იარაღი აისხა და წავიდა რომ ერთი ვინ ყოფილა ეს შუამავალი რომ ჩვენი წინაპრების ბრძოლს გმობს ამდენ ხალხს შუა გადაუტრიალა და ასე შემდეგ. ერთი ვინ ყოფილა იგა მაგას მოვაჩვენებს ესა. თუმცა იქ მისულს შუამავალ ალეისალათუ ვესალამმა ისე ტკბილად, ისე ნაზად, ისე ლამაზად დაელაპარაკა, რომ შემდგომ ჰაზრეთი ომერად გადაიქცა. შემდგომ მუსლიმთა ხალიფობის პოზიციამდე ამაღლდა. და ისლამის ყველაზე დიდ ძლიერ დამცველად იქცა. ასევე იყო საჰაბე ხალიდ ბინ ველიდი რადიალლაჰუ ან, რომელიც ერთ-ერთი დაუძინარი მტერი იყო მუსლიმანების. მაგრამ შემდგომ ის მუსლიმების ერთ-ერთ მოწინავე მხედართმთავრად იქცა. ეს ყველაფერი რა მქნა? ეს ყველაფერი კბილმა ენამ, ლმობიერმა საქციელმა, სიბრძნით სავსე შეგონებამ გამოიწვია ეს ყველაფერი. ამიტომ ძვირფასო მუსლიმებო, ჩვენი ვალია მტერი მეგობრად გადავიქციოთ. თუმცა სამწუხაროდ დღეს ზოგიერთი მუსლიმები ისეთნაირად იქცევიან თავიანთი საქციელით, თავიანთი სიტყვებით, რომ მტერს თავი დაანებეთ თავის ძმას მუსლიმს მტრად აქცევს. უზენაესმა ალლაჰმა სუბჰანაჰუ ვა თაალამ დაგვიფაროს. ეს საპირისპიროა ყურანის. რადგანაც ჩვენ ყურანი გვასწავლის ფორმულას, როგორ ვაქციოთ მტერი მოყვარეთ, თუმცა ასეთი უგუნური ხალხი მოყვარეს მტრად აქცევს. შუამავალ ალეისალათუ ვესალამი ყოველთვის გვაფრთხილებს უკიდურესობისგან, ანუ ძალიან გადაჭარბებულობისგან. იგი მუსლიმის მიერ გადმოცემულ ჰადისში ბრძანებს, რომ ჰალაკალ მუტანატტიუნ, უკიდურების სობაში მყოფი ხალხი ყოველთვის დაიღუპება. მან ასევე თქვა, რომ იაკუმ ვა ღულუვ ფიდდინი, მე თქვენ გაფრთხილებთ დინში ზღვარგადასულობისგან. კარგი ზნეობა, კარგი მაგალითი, კარგი ნიმუში ყოველთვის გავლენას ახდენს ადამიანებს. შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვესალამ ბრძანებს, რომ ხიარუკუმ აჰსანუკუმ ახლაყან, თქვენ შორის ყველაზე რჩეული, ყველაზე კარგი ის არის, რომელიც ყველაზე კარგ ზნეობას ფლობს. და კიდევ აკმალულ მუმინინე იმანან აჰსანუჰუმ ხულუყან, მორწმუნეთა შორის რწმენის თვალსაზრისით ყველაზე სრულყოფილი ის არის, ვისაც ყველაზე კარგი ზნეობა აქვს. ამიტომ ძვირფასო მუსლიმებო, ყურანი გვასწავლის, რომ მტერი ვაქციოთ მეგობრად, კარგი და ლამაზი საქციელით, ტკბილი სიტყვით და ვაფრთხილებს საპირისპიროსგან, რომ არ მოვიქცეთ ჩვენ საპირისპიროს. ბოროტებას სიკეთით უპასუხოთ. გავაკონტროლოთ ჩვენი ბრაზი და ნერვები. მოვიგოთ ადამიანების გულები. მოვერიდოთ სიმკაცრეს და უკიდურესობას. დავიმახსოვროთ, რომ კარგი ზნეობა ბევრ გულს მოიგებს და ბევრ შემოატრიალებს ალლაჰისკენ. ერთ-ერთი სწავლული ამბობს, რომ ბოროტებით პასუხის გაცემა ნიშნავს ცეცხლის ჩასაქრობად ისევ ცეცხლის წაღება, სადაც ხანძარია, იქ ცეცხლით მიგებება. პირიქით, ცეცხლს წყალი ჩააქრობს, ბრაზს კიდევ კეთილი სიტყვა, ლმობიერი საქციელი. უზენაესმა ალლაჰმა სუბჰანაჰუ ვა თაალამ შეგვამკოს ყველა ჩვენგანი ყურანისა და შუამავალ ალეისალათუ ვესალამის ზნეობით.